მე ვარ ის ადამიანი, რომელიც იყო ემიგრაციაში, ძიმე შრომის ფასად შეიძინა ბინა და ბინა დახტა ემიგრაციიდან დაბრუნებულს გასხვისებული, გაყიდული, მევახშის მიერ მიტაცებული. რამაც გამოიწვია ჩემში ძალიან დიდი სტრესი, აგრესია, მაგრამ სხვის მიერ როგორ იქნა ესეთ მიტაცებული, მე არ ვიცი რა. სიტყვები არ ვყოფნის ამისთან, როგორ უნდა გავუკეთო ადამიანს. მართლა უყოთ რატომ უნდა გაწირო ადამიანს. 2019 წელს შევიძინე ბინა ამ კორპუსში, სადაც გავხდი თაღლითობის მსხვერპლი. მშენებელ კომპანიას გაურიგდი, რომ გადავიხდიდი ყოველთვიურად ბინის ღირებულების თანხას. 2 წელი ვიხდიდი და უკვე დაიწყო კოვიდი, რამაც შემიშალა ხელი ფინანსურ მდგომარეობაში, ვეღარ გადავიხადე და გადავწყვიტე ემიგრაციაში წასვლა. რომ ბოლოსი გავსულიყავ და ჩემი შვილით და შვილიშვილებით მეცხოვრა შევსულიყავ და ქუჩაში არ დავრჩენილიყავი, სხვის კარდაკარ არ მევლო. ერთი სიტყვით მოვბრუნდი, ბინა მოვაწყე. დაახლოებით გავჩერდი აქ 7-8 თვე და ისევ წავედი. ბინა დავიგულე ჩემად, იმიტომ რომ არანაირი ინფორმაცია, არანაირი ეჭვი არ დამბადებია მე მსგავსი თემის მიმართ, რომ მე რაღაცა თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდებოდი ამ კორპუსის ხელმძღვანელებთან. მაგრამ გავიდა დრო, ჩანთები გამოგზავნე ჩემი ბინის საყოფა ცხოვრებო ნივთები და ჩემი ძმა მირეკავს, რომ ბინაში ვერ შევდივართ, ბინა გატეხილია, კარი დაზიანებულია. აქ რაღაცა ხდება და ბუნებრივი 112-ის გამოძახება მოხდა ჩემი ძმის და ჩემი დის მიერ. და გააფრთხილეს, რომ თქვენ არა გაქვთ უფლება შესვლა ამ ბინაში, რადგან ეს ბინა გაფორმებულია მევახშეზე. ეს მევახშე გამოდგა ჯუმბერ შოთაძისა და ნოდარ ცინცაძის ერთობლივი თანამშრომლობა გამოდგა ამათი. რამაც მე დამაზარალა ძალიან და დამტოვა ქუჩაში მათი თაღლითური ქმედებით. უკვე 1 წელი გადის და სასამართლო არაფერს ქმედებას არ გამოხატავს ამ საქმის მიმართ. ასევე პროკურატურაც დუმს. სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეებზე ძალიან დიდი ზრუნვა არ გამოიხატება მათი მხრიდან. ალბათ არ აწუხებს საქართველოს მოქალაქის ბედი, რომელიც დარჩა ქუჩაში უსამართლოდ. ემიგრანტის ცხოვრება ძალიან რთულია, მოწყვეტილი ხარ ყველაფრის ვაკუუმში ხარ, შენი ქვეყნიდან გასული ხარ იმის გამო, რომ შენს ქვეყანას, შენს ბიუჯეტს, შენს ცხოვრებას რაღაცა არგო, მობრუნდები უკან და რა ხდება? სრულიად სიცარიელი. არავისგან დაცულობა, არავისგან ყურადღება, არაფერი. ამის ბინა აქვს გადაფორმებული მევახშეს. და ვისი ხელშეწყობით მოხდა ეს? ცინცაძეს თუ შოთაძეს? რა? ეს ჩემი ბინის გაფორმება ჩაგანამაზე ვისი ხელშეწყობით? საერთოდ აზიაროა. თქვენ იყავით კომპანიის ხელმძღვანელი, დირექტორი, კომპანიის ერთ-ერთი მეწილე და ამ დროს გაყიდული ბინა, როცა თქვენ კომპანიამ გაყიდა ბინა კონკრეტულ ხავათზე. ჩვენმა კომპანიამ არა, ჩემმა კომპანიამ არა. კომპანიის კომპანიის ერთ-ერთმა დირექტორმა გაყიდა ეს ბინა. ამის ბინა ვისე იყო ჩადებული, არ ვიცოდი, ბოლო მომენტში გავიგე, როცა გადახეს. ეს ბინა. თქვენ რო ჩადეს 2020 წელს თამე ხო იყავით დირექტორი? მე მანამდე გაიყიდა უკვე. არ იუსტიციაში ვის ჯუმბერ შოთაძე ვისაც უფორმებდა მე ვალდებული არ ვქონდა იუსტიციის ჭიშკართან და კარებთან დამგარიყავ და მე ნახავ ჯუმბერი ვის შეიყოს და ვის გამეიყო. თქვენთვის არ იყო ცნობილი ამ არ იყო ცნობილი. შიდა განმოდებები მოუქნილი ასე ვთქვათ სახელშეკრულებო ფორმა არის. კიდევაც არ უწევს ბანკთან ურთიერთობა, საპროცენტო ხარჯი რაც მან ბანკის შემთხვევაში უნდა გაიღოს, ეს ფაქტობრივად არ აქვს. მაგრამ კომპანიასთან ურთიერთობის დროს თუ მყიდველმა არ იცის ეს სამართლებრივი რისკები, რა თქმა უნდა, მთელი რისკი უკვე მასზე გადადის. და გარიგების დადების დროს ნებისმიერ შემთხვევაში იურისტების კონსულტაცია არის იქეთკენ მიმართული, რომ მიზანშეწონილი არის შიდა განმავლობის ხელშეკრულება, თუნდაც კომპანიის მიერ იყო შეთავაზებული, ამ ხელშეკრულების რეგისტრაცია მოახდინონ რეესტრში. როდესაც საჯარო ხდება შემდგომ მონაცემები, ანუ ამონაწერი ბინის, კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა ეს ქონება გამოიყენოს გარიგებებში. აიღოს ცეცხლი ამ ქონების საფუძველზე. მოქალაქეები, რომლებიც დაზარალდნენ სამშენებლო კომპანიების გადაწყვეტილებების შედეგად, ვერ ირეგისტრირებენ მათ საცხოვრებელ ფართებს. გარკვეული მიზეზების გამო ცხადია არის რამდენიმე აუცილებელი ნაბიჯი, რაც მათ უნდა გადადგან. პირველ რიგში უნდა მოიპოვონ, ან მათ უნდა ჰქონდეთ ხელშეკრულება ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი. აუცილებლად უნდა შეაგროვონ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან უნდა ამოიღონ ბანკიდან, ან თუ შიდა, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ხელზე გადახდავთ რაიმე დოკუმენტი. თუ ეს დოკუმენტიც არ მოეპოვებათ, უნდა მოიძიონ მოწმეები, რომლებიც ამ ფაქტობრივ გარემოებებს დაადასტურებენ.
და მესამე ეტაპი ცხადია იურისტთან კონსულტაციის შემდგომ უნდა დაიწყონ სამართლებრივი პროცედურები. სამართლებრივი პროცედურა გულისხმობს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა, საცხოვრებელი ბინის გადამოცემა საკუთრებაში.